მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი სახელი არის თორნიკე. და დღეიდან სურვილი გვაქვს მე და ჩემს ოჯახს დავიწყოთ საინტერესო ვიდეო ვლოგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ვიყოფებით ყაზბეგთან ახლოს, სტეფანწმინასთან ახლოს, სოფელ გველეთში. ძალიან პატარა ადგილი არის, 1560 მეტრი არის ცენტრის სიმაღლე. მოსახლეობა არის 2 კაცი მხოლოდ და მხოლოდ. და მივდივართ მთის წვერისკენ. მე ალისამ და ჩემმა კიდევ 2 ოჯახის წევრმა, მეორე შვილმა და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვენახა ეს ადგილი. გველეთში არის 2 საინტერესო ჩანჩქერი. ძალიან ლამაზი ჩანჩქერი. თან იღბლიანები ვართ, რომ დღეს ამოვედით აქ. ეს არის ამ დროს. მოგეხსენებათ, ახლა არის მარტის შუა რიცხვები და ასაკურველია ახლა მაღალმთიან ადგილებში განსაკუთრებით მთაში საერთოდ ძალიან ბევრი თოვლი და ყინვები. არც ეს ადგილი არის გამონაკლისი და ნუ ჩვენ 2 არჩევანი გქონდა, გვენახა პირველი პატარა ჩანჩქერი, რომელიც უფრო ახლოს იყო და გვენახა დიდი ჩანჩქერი, რომელიც გაცილებით ჩორს იყო ვიდრე პატარა. განსაკუთრებია ჩვენ ძლიერი ხალხი ვართ, აი ესეთი ძლიერი და ენერგიით აღსავსე ადამიანები და გადაწყვეტეთ, რომ წამსულიყავით და გვენახა დიდი ჩანჩქერი. ჩანჩქერი ეშვება ძალიან მაღლიდან. რაც სურათებში ვნახეთ, მე აქამდე არ ვიცოდი ეს ადგილი. მოლოდინი გვაქვს რომ იქნება გაყინული, იმედია გაამართებს მოლოდინს. გზად კიდევ ერთი ძალიან რაღაცნაირად ამაზი ადგილი ვნახეთ. ალბათ კიდე ნაღვენთი იყო რაღაცის, ან შეიძლება ისიც ჩანჩქერი არის. მაგრამ რაღაცნაირი ფორმა ქონდა, ესეთი გეგონებოდა გაყინული კაცი იყო. დისტანციიდან ეგრე ჩანდა. მაგრამ ნახოთ როგორი არის. აი ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი უკვე ადიან თუ დაინახავ ცოტათი. მაგრამ მინდა რომ დაგანახოთ აი ეს ძალიან საინტერესო აი ნაღვენთი. თვალია შეავლოთ სად ვართ ამოსულები. განსაკუთრებით ეს არ არის რაღაცნაირად 3000, 2500 ან 3500 მეტრი. მაგრამ მიხვდებით ალბათ რომ საშუალო ოჯახისთვის, რომელსაც 2 მცირეწლოვანი ყავს, ძალიან კარგი შედეგი არის. და განსაკუთრებით ისეთი ადგილი არის, რომ ძალიან ბევრმა არ იცის. თითქმის მივედით, მისულები ვართ. აი, ძალიან ცოტა დაგვრჩა. შემიძლია შევატიარო და განახოთ. აი, აქ არის ჩვენი ლამაზი ჩანჩქერი. დაღლილები ვართ, ძალიან მაგრად, იმიტომ რომ კარგად ვიარეთ. აი, ქვემოთა ბანაკი ისვენებს, როგორც ჩვენ ვისვენებთ აქ. ალისა. მოგეწონა მამი? არა, ჯერ მოგეწონა, ხო? დაახლოებით 10 წუთში ალბათ ადგილზე ვართ რა. აი თითქმის მივედით. It's this is not robots. ძალიან ლამაზი ადგილი არის ნამდვილად. ხედა უკვე ბავშვებო. ესე იგი, ამოვედით. ძალიან ცოტა დაღელი არის. ხო, მამი, დაიღალე, ხო, მამი. კი. მაგრამ აი ეს ნამდვილად ღირდა. ნახე რა სილამაზეა. საოცარი სილამაზეა. აი, ირგვლივ აკრავს. მე სამივე და აი ჩემს წინ. აი ესეთი ულამაზესი ხედია. განცდებული ვარ ზაფხულში უფრო კომფორტული იქნება აქ ამოსვლა. აი, ხედავთ
სადაც შეგიძლიათ თავის ხოსონიც გააჩაღოთ და დროს გააჩაღოთ. საოცარი ადგილი არის ნამდვილად, ამაზე კარგად ვიცი. იდეალური დასალევი ადგილი არის ამბობენ ნამდვილად. რთული იყო ჩვენ საკამოს, იმიტომ რომ მე და ჩემ მეუღლეს თან გვახლავს 2 წელიწადი ბავშვი, რომელზეც ძალიან რთული არის გასაგებად გამზებზე ასვლა. მაგრამ რა ვიცი, საბოლოო ჯამში ღირდა ნამდვილად შემიძლია თქვა და რა ვიცი, ეს სილამაზეა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკანა გზაზე დავეშვით. კარგი ხასიათზე ვართ ნამდვილად. არ გვეტყობა დაღლა. აი აქაც დანარჩენი ჯგუფის წევრები. ალისე გაჩერდი. ალბათ ახლებს 1 საათში ჩავალთქებთ. ბოლო ჯამში შემიძლია ვთქვა, ძალიან მაგარი ადგილია. სამწუხაროდ პირობები არ გვაქვს. მე და ჩემს მეუღლეს, რომ განახოთ ყველა ის ადგილი, რაც იგივე გვაქვს. და თუნდაც გამოქვაბულები, რამდენიმე გამოქვაბული გზიდან ჩანდა, გაყინული ანჩქერები და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი ადგილები არის ნამდვილად. გარდა ამისა, თუ ხართ მთასვლელი და ასეთი მიდრეკილებები გაქვთ, რომ იაროთ მსგავს სილამაზეებში, ნამდვილად გავუწევ რეკომენდაციას ამ ადგილს. გზად შეხვდა 4 მთასვლელი, რომლებსაც გეგმაში ჰქონდათ ჩანჩქერის ზემოთ ასვლა და იქ ფანაკის დაცემა. ძალიან მაგარი ადგილია და ეს კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ მე და ჩემმა ოჯახმა. კიდევ ერთი ცოტათი გასაოცარი ფაქტი ის იყო, რომ სადაც აი ამ გზაზე წამოვედით, აი ვხვდებით უკვე მთის ფერდობებზე დავდივართ და მეგონა რომ ჩვენ ვიყავით მარტონი. დაგვხვდა განათოვლი, ნაკვალევი. აგრეთვე, აი ხუთს ჩავარდი ახლა. აგრეთვე გზად შეხვდა ტურისტები. 2, მაგრამ რა მნიშვნელობა. და კიდევ ხასვლელები. ამიტომაც ეს ის ადგილთა კატეგორიას მიეკუთვნება ალბათ ეს ადგილი, რასაც შეგვიძლია უწოდოთ ყველასათვის არის განკუთვნილი რა, გინდა მთამსვლელი, გინდა ადგილობრივი და რასაკვირველია ტურისტიც. ალისა უკვე ძილის პირველს არის, დაეცინება სულ მალე. ჩვენ კიდე აქ დავიშენოთ, დაიშენებ ხო მამი შენც? და რაღაცეები შევახრამოთ, ხო მამი? იგი, თითქმის ჩამოვახტიეთ სამშვიდობომდე. აი ეს ყველაზე მთავარი მონაკვეთი, ყველაზე რთული მონაკვეთი, რაც მთის ფერდობიდან დაშვება იყო, დავეშვით მარცხის გარეშე. აი ეს ცოტა დაღლილები ვართ მე და ალისა, მაგრამ არანაირი დაღლილობა არ ეთქობა ალექსანდრის და ხათინას. ბავშვებო, აბა როგორ მოგეწონა? სანდრო მოგეწონა? სანდრო გაბრაზებული არის, რადგან ბევრი თოვლი იყო, ძალიან მაღალი თოვლი იყო და რამდენჯერმე ჩავარდნა მომწია. მაგრამ სამაგიეროდ ალის არის კარგი ხასიათი, ეხლა მღეროდა. გაიგეთ, მიდი მა? გამოგართვა? დავაი. თხილა დაღონთ. უკანა გზაზე ადგილობრივ ციხის ნანგრევებსაც გამოვარეთ. საინტერესოა ნამდვილად და ჩემთვის უბრალოდ სამეცნავე იყო ის, თუ რამხელა დიაპაზონზე არის გადაჭიმული ციხის კონსტრუქცია თვითონ. ციხესაც შეეხება აი უკან ხედავთ თქვენ. აღარაფერი აღარ არის დაჭერილი ციხიდან, შეხედეთ. მაგრამ
მაინც არის შესამჩნევად დატოვებული კონსტრუქცია, განლაგება როგორი იყო ციხის და იდეალური ადგილი არის ნამდვილად ირგვლივ აკრავს დინარე, ну დიდი არ არის, მაგრამ ну მცირე კანიონის ფუნქციას ნამდვილად ითავსებს და ლოკაციასაც შეეხება, აი კარგად უყურებთ, რომ აი ამ გორაკიდან კარგად ჩანს თითქმის ირგვლივდებარე ყველანაირი გზა და მოსვლის არეალი. თვითონ ციხესაც შეეხება ძალიან საოცარი სტრუქტურის არის ნაშენები რა, თითოეული კედელი თუნდაც არის ნაშენილი, რა ვიცი, მე არ ვარ ექსპერტი, ვარ ძალიან შთამბეჭდავი იყო თუნდაც ის კონსტრუქციები და ის აგებულება კედლის, რაც აქ დამკვდა. ჩამოვედით ცივილიზაციამდე. აი, სახსავს ხედავთ უკვე. ასე დამგვარად, მეგობრებო. დავასრულეთ ჩვენი ჰაიკი. ალისიკოს დაეძინა და დედიკოსთან არის ახლა. ჩვენ მივდივართ. ჩვენს მანქანასთან ახლა, რამდენიმე წუთში მივალთ უკვე. ბავშვებო, კიდევ ერთხელ მოგეწონათ? სანდრო რატო არ მოგეწონა? თოვლი ნამდვილად ცუდი იყო. თოვლი ცუდი კი არა, საერთოდ დიდი იყო. გამხელა თოვლი იყო, მამი? მანახე რამ სიმაღლე იყო, მამი? ხელით მანახე? აი, მაგ ხელა იყო, აი. აი, ამ ხელა თოვლი იყო. ძლივს გადავჭით, ნამდვილად. თორე დასველებულები ვიქნებოდით ყველა. მადლობა, კარგად იყავით.